დახაზი ახლა 3-3-ზე კი არ დახაზო არა რიცხვი ცილი არ გინდა დაწერე 15 10 9 9 15 10 10-12 ვარ. ეს არის ლექციაზე განხილული ამოცანა 3 ბავშვიაო, ოჯახშიო. იგე. დაადერე დამსახელებმა ტრიკონებს. ხო, გია. დანარჩენი შენ მოიგებ. გია სანდრო და ირა. ასე იყო იყო? გია სანდრო და ირა. ის არის საქმე სვეტები. ავტოსადგომის, ანუ მშენებურად რომ თქვა, გარაჟის დალაგება. ისე გარაჟი სულია და ქართული არა, ხო? ზოგი ფარეხს ეძახის, ზოგი ავტოსადგომი. არა, თავზე დააწერე ამას გარაჟი. არა, გარაჟი არ დააწერე, ბიჭო, ავტოსადგომი. სვილია ვინემარმა. ავტოსადგომი. აი, ეყოფა. მეორე არის მანქანის გარეცხვა ვთქვათ. გარეცხვა და მესამე გაზონის გაკრეჭა. ბალახის. აი, მამამ გამოკითხა შვილები ანონიმურად და რამდენი ლარი გინდათ. ასე უთხრეს. მამამ მიფიქრა, რომ რაც შეიძლება იაფად გამოვალო. და ყველაზე საუკეთესო ვარიანტს ამოვარჩევ ისე გავანაწილებ სამუშაოსო, ხო? უნდა და მათემატიკის ცოდნა მაგისტრის რო გაეკეთები. არა? თვად მაგ ვერ გაგეთანხმებ. მაშინ ცოტა מחვილ გონივრული კაცი უნდა იყოს. ხო ვერ გააკეთებ მაგას. იმიტომ რომ ბევრნაირად შეიძლება ამის განაწილება. 6-ის 3-ის ფაქტორიალი ნაირჯერ და შეიძლება აეძოს მას. ხო. ახლა როგორ ვაკეთებ? თუმცა ძალიან მარტივი ხერხია. უნდა მოხდეს ამ მატრიცის დაყვანა. რას ნიშნავს? ტრიკონებში ვიპოვოთ მინიმალური ელემენტები და დავაკლოთ ყველას. პირველ ტრიკონში მინიმალური რამდენია? 9. დაწერეთ 1 უდრის 9-ს. დააკები და ისე გადაწერე ახალი პირველი ტრიკონი. დააკები. 6 1 და 0. მეორეში მინიმალური ასევე არის 9. დავაგები. მესამეში ვარ. პირველი ეტაპის შემდეგ ყველა ტრიკონში ერთი მაინც ნულოვანი ელემენტი გვაქვს. ეხლა იგივე ამბავი ჩაუტაროთ სვეტებსაც. იქ არა, უკვე აქ ამას მიღებულს. Q1 სვეტის ბოლოს დაწერე. Q1 პატარა Q. 0 Q2 სვეტის ბოლოს. Q2 1 და Q3 0. აბა ახალი მატრიცა ნახოთ. რო დააკლებ მაგას. პირველი სვეტი ხო იგივე იქნება? ხო. გადაწერე პირველი სვეტი. ახლა ამოცნად დანიშნვის ამოცანა რას ნიშნავს? ჩვენ ამ მატრიცაში უნდა მოვძებნოთ ისეთი 3 ელემენტი, რომ არც 1 2 არ იყოს ერთი და იგივე სვეტში, არც 1 2 არ იყოს ერთი და იგივე ტრიკონში და ამ ელემენტების ჯამი იყოს მინიმალური. ლექციაზე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ აი ასეთი გარდაქმნაო, ანუ მატრიცის დაყვანა ოპტიმალურ ამონახზე გავლენას არ ახდენს. მაშინ მე თუ ახლა ისეთი ნოლები ამოვარჩიებ, რომელიც მაგ პირობას აკმაყოფილებენ.
ამ ნოლების შესაბამისი ელემენტები თავიდან აღებულ მატრიცაში ხო იქნება ოპტიმალური ამონახსნელი. ამოარჩევ ასეთ სამ ნოლიანს აქედან, რომ არც ერთი 2 არ იყოს ერთ ტრიქონში და არც ერთი 2 არ იყოს ერთ სვეტში. კახაზე რომელი გინდა? კახაზე? კიდევ? ეს არის. მეორედან ის ნოლი უნდა ავარჩიო ყველა ვარიანტში, ის ნოლი, იმიტომ რომ მეორე სამუშაო ვიღაცამ ხომ უნდა განიკეთოს. მეტი ნოლი მეორე სვეტში არაა და რასიდან? ტრიქონში როგორ? ტრიქონში როგორ? ტრიქონში როგორ ეს სამუშაოს შესრულებას ხო არ უზრუნველყოფს. ტრიქონში როგორ ეს ნიშნავს რომ გია დაინიშნება ან მანქანის გარეცხვაზე, ან გაზონის გაკრეჭაზე. მაგრამ თუ მანქანის გარეცხვა გიას არ დავავალე, მანქანა მაშინ ვინ გარეცხოს? ნოლი არა მეორე სვეტში. გაიგეთ? და მიადეგი რომელ ნოლს? მაგასთან რა გინდა ვიგებ? აი მაგას. აი ეს კახაზე. ეს სამი ნოლი გასაშვები ამონახსნია. ანუ რახან ნოლებია ოპტიმალურიცა. გასაგებია? რამდენი ფული უნდა გადავიხადო მე ამ საქმეებში? 900 მივუმატოთ 10-დან მივუმატოთ 8. აბა სადა ეგენი? მოლიანებით არის. აი ეს უნდა გადაიხადოს მამა. ანუ 27 ლარად გამოაეცა. შეიძლება მეტადაც გამოვიყვანოს, მაგრამ მეტად არ გინდა. გაიგეთ? აი ასეთი ამბავია. სხვათა შორის იმ დასაყვანი მუდმივების ჯამის მაგ ოპტიმალურ ამონახსენს მოგცემს. აბა იმ ნოლებთან რო ჩამოხვედით. დაუმატეთ 9, 8 და 1 რას მინდა ბიჭო აქეთ შეხედე ყველა პეებისა და ყველა ქუების ჯამი იგივეა რაც Z-ის ოპტიმალური მნიშვნელობა. გაიგე? 27-ია და ეგ არის. კარგი. ეხლა როგორ უნდა მოვიქცეთო ამ ოპერაციების მერე ვერ ვიპოვე ისეთი ნულები, რომლებიც დასაშვებ ამონახსნიან. ეს ცოტა რთული შემთხვევაა და მოდი ისე მაგალითზე განვიხილოთ. ოღონდ კაცრად დასაბუთების გარეშე. აქამდე რაც გითხარით, ის ჩვენ კაცრად დასაბუთებული გვაქვს უკვე. მაგრამ ათი რასაც გეტყვით, ის უნდა დამიჯეროთ, რომ ასია. მოდი ახლა ჩვენ თუ გინდა ეს წავშალოთ და 4-4-ზე მატრიცა ავიღოთ. 4 სამუშაო და 4 კანდიდატი. კარნახობ სტრიქონების მიხედვით. ისევ დანიშნვის ამოცანას ვხსნით, რომელსაც ეს ერთი ეტაპი აყოფს. 1, 4, 6, 3, 9, 7, 10, 9. 4, 5, 11, 7, 8, 7, 8, 5. აბა დაიწყე იგივე გზით, როგორც წინა. ერთი უდრის ერთს. ბოლოსი არა, ბოლოს არ უნდა, ბოლოს რიგონს. სტრიქონებს მიხედვით წერს და. იმათ ხო თავიდან ითვლიდა, თუ ცალ-ცალკე გამოთვალე, თუ და ეგრევე წერდა სტრიქონს. ზიან შემიხედია, მე მეგონა ჯერ პეები დათვალა ყველა. და ბოლო არ დათვალა.
0 3 2 2 2 0 0 2 0 1 4 3 3 2 0 0 აბა შევეცადოთ და ამოვარჩიოთ აქ ჩვენთვის სასურველი ნოლები. არა, აი ეს რასაც ამბობს მართალია, იმიტომ რომ პირველმა მუშამ უნდა შეასრულოს რაღაცა. თუ გახაზა ის ნოლი, მართალია, გახაზა? ახლა მე რა შეგვიძლია? ახლა ანის უნდა აიღო ანის, ხო? ეგეც უნდა აიღო ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს. ეს რო ავიღე და ის რო ავიღე პირველ სვეტში და ბოლოს ტრიგონში შენ ვეღარაფერს ვეღარ იძამ და დამთავრდა საქმე. ხო? ანუ შენ ვერ პოულობ ამ ნულიანებს. ეს ხები. კი, გახაზე. კიდე რომელი? რომელი გათავდა ახლა, უნდა მიადგე იმ 4-იანი როგიძერია ეგ და იქ 4-იანი ძერია და მოჩვენ. ანუ შენ ამას ვერ შვები, შენ კი არა ვერავინ ვერ იძამს, ახლა შენ რა იცი იმიტომ კი ვერ შვები. არა, უბრალოდ არ გამოვიდა. აბა რა ვქნათო? მოშალე ეს ხაზები. ეხლაო, უნდა ვიპოვოთო ჰორიზონტალური და ვერტიკალური თვეების მინიმალური რაოდენობა, რომელთაც რომ გავავლებ მე ტრიქონებში ან სვეტებში, ყველა ნული დაიფარება. ეგ რა მინიმალური რა? დაიფარება ანუ გადახაზავს. 3 ცალი ეყოფა. მოდი პირველი სვეტი გადამიხაზე, მეორე ტრიქონი გადამიხაზე და მეოთხე ტრიქონი გადამიხაზე. აი ამ სამმა თქვენი ყველა ნული წაშალა. 3-ზე ნაკლებ თვეს თქვენ ვერ იპოვით ამ სიტუაციაში. ანუ 2-ით ამის გაკეთება შეუძლებელია. მიხვდით? ამას გულისხმობდი მინიმალური რაოდენობა თვეებისა, როცა ვამბობდი. შემდეგი ეტაპი. ამოწერეთ რაცი გარჩა. არა. ხო, შეიძლება ამოწერო, მაგრამ შემდეგი ეტაპი ასეთია. ნარჩენ მატრიცაში, რომელიც არის 2-3-ზე, ხო? ნარჩენი მატრიცა. ვიპოვოთ მინიმალური ელემენტი. 1. ეს მინიმალური ელემენტი, ანუ ერთიანი, დავაკლოთ ნარჩენი მატრიცის ყველა ელემენტს. მიხვდით? ნარჩენის ყველა ელემენტს. გამოტოვე იქ ახლა იქ გამოტოვე ადგილი ისე რომ შენ კარგად მიხვდე მე რა უნდა დაწერე 0 მან. მე 3 დაწერე, მე 2 დაწერე. გასაგებია ახოთალსახად რამე ვთქვი, არა? ნარჩენი მატრიცის მინიმალური ელემენტი დავაკელი ნარჩენი მატრიცის ყველა ელემენტს. იგივე მინიმალური ელემენტი დაუმატოთ წრფეების გადაკვეთაზე მდგომ ელემენტებს. ასეთი არის მარტო 2-იანი და 3-იანი. დაუმატე. ო, მაქსამიანს დაუმატე. სადა ახლა ორიენტაციით მიხვდი სადღაც ჩაწერე. უნდა შეავსო ისე. ო, იგივე რა, აი ახლა. აუ, სად მიდის იგივე? ის მატრიცა უნდა აღადგინო რა ის. ეს არის მესამე ტრიქონი, შენ ეს არის ამისი მაგიერი, ეს კიდე ამისი. აქ და აი აქ დაწერე ახლა. აქ უნდა დაწერო 3. ეს სადა? აი აქ არის. ხო? 3. ყველა დანარჩენს არ შევხედივართ. დანარჩენები გადავიწერეთ. ისე ვიდე. გადავიწერე ახლა შექმენ პირველი ტრიქონი. მართალია? ასე. აი, ახლა თურმე მიღებულ მატრიცაში ისევ ვეძებთ. ნოლებმა ხომ მოიმატა ხოცხადია. ნოლები რომ მოიმატებდა ხოცხადია. ანუ ის გამდიდრდა იმ ნოლების სიმრავლე, ხო? მაშინ იქნება ახლა ვიპოვო ისეთი ამონახსენი ნეირონიდან. თუ ვერ ვიპოვე, კიდევ ისე ვიზამ. მიხვდით, ისე ვიფრეს გავალებ, ამოვხაზავ, კიდე სანამ არ მივადგები ამას. აი ეგ არის მეთოდი.
აბა ნახე ახლა თუ იპოვი შენ მაგამ ბავს. მე უკვე ვხედავ, ეგ კარგია. კიდევ ბოლო აუცილებლად უნდა აიღო. ახლა ამას ვერ აიღებ, მაგის მარცხნივ რო 0 წერია, ხო ვერ აიღებ მაგას. დაადეფერი მაგის მარცხნივ. ამას ხო ვერ აიღებ. მეორე სვეტიდან რაღაც ისა, მესამე სვეტიდან რაღაც ხომ დავიღო. აი ის 0. ზევით, აი ეგა. ახლა მეორე სტრიქონიდან ვერაფერს ვერ აიღებ და მესამე სტრიქონიდან და მეორე სვეტიდან ცალსახად განისაზღვრა. გავუსვიხაზი. ეგა. აი ეს უკვე დასაშვებია. ამის შესაბამისი ნოლების აქეთ რო წამოხვალ, იმათ რომ შეკრებ, ის იქნება ბიზნეს ფუნქციის მინიმალური მნიშვნელობა. აბა რამდენია? 1 მივუმატოთ 10. მივუმატოთ 5 და მივუმატოთ 5. 21. როგორ? ერთიანს უმატებთ იმ წრფეების გადაკვეთაზე მდგომ ელემენტებს. გადაკვეთაზე მდგომს. ხო. ახლა შეხედე 61-ის მიღება თუნდაც როგორ შეიძლება? ყველა პებს, ყველა ქუები რომ დაუმატოთ და დაუმატოთ პლუს ნარჩენ მატრიცაში რომ მინიმალური ელემენტი ქონდა ის 20 გამოვიდა და 21-21. გასაგებია. აი ეს არის დანიშნვის ამოცანა. მორჩა ეს ამბავიც. ახლა ვინც ლაბორატორიაზე მოდის, წამოვიდეს